მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, მე მის სამყარო თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება იურისტი თათია მაჩაიძე. მოგესალმებით თათია. დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი, დარწმუნებული ვარ ძალიან მოენატრებოდი ჩვენს მაყურებელს და მიხარია რომ ხარ ჩვენთან სტუდიაში. დიდი მადლობა მოწევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იმედია კარგი ეთერი გამოგვივა. დარწმუნებული ვარ გამოგვივა ძალიან საინტერესო ეთერი. საერთოდ ძალიან საინტერესო თემებს ეხები და მე ხშირად გიყურებ ძალიან მომწონს. დიდი მადლობა. მინდა ვისაუბროთ, მოდი ჯერ ზოგადი აზრი რო გავიგოთ, შენი იქნებოდა საინტერესო. ბოლო პერიოდში მიმდინარე, ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში განვითარდა, საკმაოდ დაძაბული პერიოდი გამოიარა, განსაკუთრებით 2024-ის არჩევნების შემდეგ ჩვენმა სახელმწიფომ ნახეთ ძალიან დიდი გამოსვლები. დედაქალაქში ეს პროტესტის ტალღა დღეს მინელდა, მაგრამ არ ნიშნავს რომ გაქრა, რა თქმა უნდა. ეს ერთი და პლუს ამას ნახეთ ძალიან დიდი საერთაშორისო ზეწოლა ჩვენს ხელისუფლებაზე კონკრეტულად, რაც რა თქმა უნდა აისახება სახელმწიფოზეც. ასე თუ ისე ხელისუფლებამ შეძლო და ნუ ეს შიგნითაც შეძლო კრიზისის კონტროლი იმ კუთხით, რომ ვერ მოხდა რევოლუცია. საგარეო წნეხსაც გარკვეულწილად გაუძლებს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ამასთან ერთად ეს ყველაფერი რაღაც კონკრეტული პოლიტიკური ფასია, ხო? მათ შორის ძალიან დიდი და მზარდი ნეგატიური ამომრჩეველი, რაც დააგროვა ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ. მინდა რომ ეს ყველა პროცესი შევაფასოთ შენთან ერთად. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ უშუალოდ ამ საპროტესტო მოძრაობებით. შენი აზრით, რატო ვერ შედგა რევოლუცია, რა იყო ამისთვის ხელშემშლელი პირობა? ეს იყო ხელისუფლების, ასე ვთქვათ, სწორი პოლიტიკის შედეგი მხოლოდ თუ იყო კიდევ გარკვეული ფაქტორები? არა, მარტო ხელისუფლებას ვერ დავაბრალებ ეხლა, რომ მოდი თავიდან დავიწყებ. ანუ ეს მიმდინარე მოვლენები ჯერ ერთი კატასტროფული არის ჩვენი ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ხალხი არის გახლეჩილი ორად. არ უნდა დავემსგავსეთ რაღაც სექტანტურ მიმდინარეობად, ქოცრუდ-ნაცურ სექტად. და აი ეს ძალიან მძიმედ მიდის ეს პროცესი, იმიტომ რომ აქ Facebook-ზე გინდა ნებისმიერ ინტერნეტ საშუალებით, რასაც არ უნდა გადახედოთ, ნახავთ რომ საშინელი დაპირისპირება მიდის ხალხს შორის. ანუ ეს არის ძალიან ცუდი მდგომარეობა ჩვენი ერისთვის და რაც შეეხება აი იმას რომ სახელმწიფომ შეძლო თუ არა და შეაჩერა ეს პროტესტი, მარტო სახელმწიფოს არ გაუკეთებია, მინდა გითხრა, ეს თვითონ ხალხში ერში არის ზის მაინც კონსერვატორი ხალხი ვართ ჩვენ ბუნებით და ესე არ მგონია რომ გამოუვიდეთ ეგრეთ წოდებულ უკვე აი ამ ჯენზითაობას რაიმე რომ შეეცვალონ ან რევოლუცია მოახდინონ ქვეყანაში ეს. ანუ შენი აზრით მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არ უჭერდა მხარს ამ პროცესს? არ უჭერდა ძირითადად. იმიტომ რომ აი აღქმა არის პირიქით, რომ აი მხოლოდ რაღაც მთელი ქვეყანა არის ქუჩაში მაგალითად ეს ფრაზა ალბათ ბევრჯერ გაგვიგია ხო მათ კი, მაგრამ არა ეგრე არ არის. სხვა კადრებითაც რომ ვნახოთ ჩვენ ხო ვაკვირდებოდით სხვა ეთერებიდან. მარტო ხო არ არსებობს პირველები ფორმულა და ეს არხები. ანუ სხვადასხვა არხები არსებობს ჩვეულებრივად არ იყო იმდენი რაოდენობის ადამიანი რომ მათ რაიმე გაეკეთებინათ. ან ოპოზიციამ რამე შეძლოს უკვე, ოპოზიცია უკვე დაშლილია, არც არსებობს. ამაში კი ლომის სტილი სახელმწიფოს მიუძღვის იმაში რომ ოპოზიცია დაიშალა და ეს ძალიან კარგიც არის ესე უნდა მომხდარიყო თავის დროზეც კოჰაბიტაციაში არ უნდა შესულიყო სახელმწიფო თვითონ პარტია მათთან არ უნდა გაერთიანებულიყვნენ ანუ უნდა მომხდარიყო ისეთი რაღაცა როგორც მოხდა გერმანიაში ილუსტრაცია უნდა მომხდარიყო და აღარ უნდა მიიღოთ საერთოდ არც უნდა მიიღონ ეგენი როგორც ოპოზიციათ ეს უნდა მომხდარიყო ალბათ თავის დროზე პირველ რიგში, როდესაც იყო ამაზე მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან ძალიან მაღალი. ეს მოთხოვნა ეხაც არსებობს. უბრალოდ მაშინ მართლაც იყო შანსი ხო ქართული ოცნებისთვის, როდესაც ახალი ხელისუფლება იყო, მით უმეტეს ამ დაკვეთით მოვიდა საერთოდ ხელისუფლებაში რომ უნდა მომხდარიყო გასამართლება და შემდეგ აი დაიწყო ეს კოაბიტაცია. ხელისუფლებას აქვს ამაზე ასეთი პოზიცია, რომ ეს იყო რაღაც საერთაშორისო შეთანხმების თუ ზეწოლის შედეგი, მაშინ ჩვენ არ გვქონდა იმისი რეალური ბერკეტები რომ ეს განგვეხორციელებინაო, ასეთი პოზიცია აქვს მათ და ვიცით რომ აი ბოლო პერიოდში ხელისუფლების ნარატივი სწორედ ეგ არის, რომ ჩვენ ახლა ვცდილობთ რეალური სუვერენიტეტის მოპოვებას. აი რამდენად იწვევს სანდოობას შენში პირადად ეს ნარატივი ხელისუფლების? ნუ აი ახლა ნახეთ როგორ არის კომისია ხო მიდის ზოლოკეინის კომისია მიდის ჩვენ ვნახულობთ ხო ხალხს დაზარალებულ ხალხს რომელიც 9 წლის მანძილზე დაზარალდა ბიზნესები წაართვეს ხალხი ციხეში გაუშვეს აწამეს მოკლეს რამდენი რამეს ვისმენთ ხო ყოველდღიურად ჩვენ ეთერებიდან
აი ხა ოღონდ თუ ამ შედეგმა ამ კომისიამ არ გამოიღო შედეგი უпростоრად და თუ არ მართლა არ დაისაჯა ის ხალხი, მაშინ აზრი არ ქონია კომისიის არსებობას. რამდენად განახორციელებენ, ეგ მეორე საკითხი არის. მაგრამ დაწყებული არის, ნაბიჯი გადადგმული არის. ჩემი აზრით დაგვიანებული არის ახლა დაგვიანდა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არსებობს რაღაცა პერსპექტივა იმისი, რომ ესენი დაისჯებიან და უნდა დაისაჯონ. იმიტომ რომ აი ეს დაუსჯელობის სინდრომი ძალიან მეფობს აქ. ეგ შევარდნაძის დროსაც არავინ არ დასჯილა. ვინც ძალიან ცუდი რაღაცები გაუკეთა ქვეყანას, მაშინაც არავინ არ დასჯილა. ეხლაც იგივე აღარ უნდა გავიმეოროთ და არ უნდა დავჩეთ კიდევ იმ წარსულში და იგივე შეცდომები აღარ უნდა დაუშვათ, რასაც უშვებდით ადრე. კი ბატონო, აი კომისიასთან დაკავშირებით მოდი ამაზე რომ ვისაუბროთ, სრულიად გეთანხმები იმ ამბავში, აი შენ თავიდან ახსენე კიდეც ნიუნბერგი გერმანია გასამართლება იმ რეჟიმის, რაც მანამდე მოქმედებდა, ნუ ეს რა თქმა უნდა იყო ზოგადად საკაცობრიო პროცესი და მასშტაბებში ალბათ შედარება არ იქნება რელევანტური და არც არის ჩვენი მიზანი, მაგრამ თვითონ პრეცედენტი ფაქტი, რა თქმა უნდა, არის ძალიან საინტერესო, მათ შორის სამართლებრივადაც ძალიან საინტერესო. ეს ერთი მხარეა დადგება თუ არა სამართლებრივი შედეგი. მეორე მხარე, რასაც მე ამ შემთხვევაში ვხედავ და ესეც სწორი და ლეგიტიმური მიზანია, არის საზოგადოებრივი აზრის მოგება, ხო, ერთგვარად. აი ის რომ ეს ყველაფერი გადაიცემა საჯაროდ, ის რომ ეს ყველაფერი არის რაღაც აი როგორც ლიბერალური მხარე იძახის, აქეთ მხარე იძახის, რაღაც ვიღაცის პიარზე გათვლილი მოქმედებები. ეს მეორე მხარე არის ამ საკითხის და ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანია და რა თქმა უნდა საჯარო აზრის მოგება და ხალხისთვის იმის ახსნა რომ რაღაცას რომ კრძალავ და რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებ, რატომ ვიღებ, ეგ მნიშვნელოვანი კომპონენტია. თავიდან იყო ეგ მოლოდინი და დაგვიანებულია შენ თქვი, მაგრამ ფაქტია რომ 2024-ის არჩევნებზე ქართულმა საზოგადოებამ მისცა ხო ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი, რომ აი კარგი. რატომ მისცა თენგო შანსი, ნახე მან როგორი რაღაცა აქ იყვებებიან ერთმანეთით, ახლა არცეც არ ეწყინოს რომ ამას. ეს არის ყვება ერთმანეთით, რასაც ქვია. მე გეუნები რომ ეს არის ცუდი, ეს არის ესეთი, ისეთი და ამიტომ მე ხმას ავიღებ. კი, ეს ნობილი ნაცქოსური დაპირისპირება რომ ინიშიშით რომ ისინი არ მოვიდნენ, მაგრამ კიდევ გაჭრის ეგ აი ამ ყველაფრის მერე თუ მართლა არ მოყვა ამ ყველაფერს კონკრეტული სამართლებრივი შედეგი და რა თქმა უნდა გვაქვს ჯერ კიდევ იმისი მოლოდინი რომ ეს შედეგი აუცილებლად დადგება, ჩემი აზრით ხელისუფლება ვეღარ გააგრძელებს ეგრე მაგ ნაცქოსური რაღაც ილუზიებით თამაშს. ხო, ანუ ეხა ეგენი ჩიხში არიან, უყურე შესულები ჩიხში არიან, ხელისუფლება ჩიხშია. ეხა ნახეთ რაში არის ჩიხში. ეს ხალხზე მუშაობა, ანუ რომ მიდის, ხო, ეს ნაციონალური მოძრაობაც ხო უკვე აღარ არსებობს, დაშლილია. ფაქტიურად აღარ არსებობს. ანუ მე მიზეზები ხო გაქრება უკვე, ნელ-ნელა ქრება, მიზეზი აღარ რჩება, ხვდები? ანუ რა უნდა ქნას მე, როგორ უნდა გააგრძელოს? აი ამ ჩიხში არიან შესულები, თუ არ დაიწყეს ამათმა უკვე შიდა პოლიტიკის მომზადება და წესიერ რელსებზე გადასვლა და შეცვლა შიდა პოლიტიკის, მაშინ აზრი არა აქვს აღარაფერს. ანუ ვეღარც მოვლენ ხელისუფლებაში, ვეღარ იქნებიან შესაბამისად არ გამოუვათ. იმიტომ რომ შენ როცა სოციალურზე გიზის ამდენი მოსახლე, ამდენი ხალხი გაგდის ქვეყნიდან და ელემენტარულად ყველაფერი გაძვირებულია ეხლა რა შევხედოთ ფასებს, კატასტროფული მდგომარეობა არის. აი რითი უნდა შეცვალო, რითი უნდა დააკავო ადამიანი, როგორ მოგცემს მე ხმას? აი რანაირად წამოვა და შემოხაზავს 41-ს, ვეღარ ხო? კი ბატონო, სოციალური გარემო ზოგადად და ის პრობლემები, რაც ქვეყნის შიგნით არის დაგროვილი, არის მართლაც მნიშვნელოვანი, თუმცა მანამდე მინდოდა აი პოლარიზაციაზე რითიც დაიწყე საუბარი, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი ორ ნაწილად და ის მართლაც იგრძნობა ყველაფერში და პრობლემა არის არა მხოლოდ ის, რომ შეიძლება ეს არ ვრცელდება მხოლოდ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ კლასზე. ჩვენ ხედავთ, რომ ეს გადადის მერე რა ყველაფერზე, სპორტზე, ხელოვნებაზე, მათ შორის და აი თუ ერთის მხრივ ამ პროტესტის შემდეგ ოპოზიცია არის გაკოტრებული, რასაც ამბობს ხოლმე ხშირად ხელისუფლება, მეორეს მხრივ გამოჩნდა ეს რაღაც ახალი თითქოს ახალი პოლიტიკური ელიტა, ხო? აი ამ ძირითადად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებით და არა მხოლოდ მათი. საერთოდ ელიტაზე ცოტა მაპატია რომ გაწყვეტინებ. ძალიან მეცინება ხოლმე როცა ამბობენ რომ ელიტას წარმოადგენს მაგალითად მსახიობები და მომღერლები. ელიტას წარმოადგენდა ყოველთვის მეცნიერები საქართველოში. ელიტარული, რასაც ქვია ელიტა, ეს არის მეცნიერები.
და აი ამათ მაგალითად აი ოცნება მაშინ ასე რომ ვთქვათ შეძლებს რამის გაკეთებას თუ მეცნიერებს ჩართავს აუცილებლად მართვაში, ქვეყნის მართვაში. აი მანდ დაუშვეს შეცდომა კიდე. აუცილებელი იყო მეცნიერების გამოყენება. ეს არიან ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. ჩვენ გვაქვს მაგრი რესურსი. ძალიან ჭკვიანიერი ვართ სხვათა შორის, მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი პრობლემებისა. ძალიან განათლებული ხალხი არსებობს ქვეყანაში. თუნდაც აი აქ მე როცა მიმყავდა გადაცემები, ძალიან ბევრი მეცნიერი მოდიოდა. უნიკალური რაღაცები ჰქონდათ თუნდაც განათლების სისტემაში შექმნილი, რომელსაც თემები არსებობდა განათლების სისტემა როგორ უნდა აწყობილიყო და ეს იყო არაჩვეულებრივი რაღაცები. განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რგოლია, ალბათ აი როცა შიდა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ნუ აი როგორ გითხრათ, თენგო, იმდენი რამე არის საერთოდ გამოსასწორებელი, ეს არის ჯანდაცვის სისტემა, ეს არის განათლების სისტემა, ჯარზე არის მისახედი, ესენი იცი რამდენი რაღაცა ეკონომიკაზე არის მისახედი. ყველაზე ცუდი ის ხდება აქ, რომ ის ადამიანები არ მიდიან თანამდებობებზე, ვინც საჭიროა რომ იყოს. ანუ არ შეიძლება კიდევ ერთხელ მეორდები და ვიცახი რომ არ შეიძლება სპორტსმენებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სპორტსმენი არ შეიძლება დანიშნო ეკონომიკის მინისტრად მაგალითად. არ შეიძლება უბრალოდ. ნუ ალბათ არსებობს რაღაც ინდივიდუალური გამონაკლისები, ეგ შეიძლება სპორტის კომიტეტში რაღაცას კულტურის და სპორტის სამინისტრო ხო არსებობს, იქ გამოიყენო ის ადამიანი, მაგრამ ის რომ მიყავს ან ისტორიკოსი რომ მიყავს სადღაც ეკონომიკის სამინისტრო, ანუ არ შეიძლება და ჩვენ მიდგომები გვაქვს შესაძლებელი, ძალიან დიდი მიდგომები გვაქვს შესაძლებელი, არ შეიძლება ხალხის დაკავება ესეთ თანამდებობებზე, რომელიც პროფესიაც არ არის. და მიდიან ესეთები ესეთი ხალხი მიდის, არ შეიძლება. ანუ პრობლემა არის იმაში, რომ ინტელექტუალური ელიტა ფაქტიურად და ეს არის ხო ქვეყნის სამეცნიერო ელიტა, ეს არის მისი ინტელექტუალური ელიტა. წესით არის ერთგვარად გარიყული საერთოდ ყველანაირი მართლობის პროცესიდან, პოლიტიკური პროცესიდან. აი ეს რამ გამოიწვია, რა არის შენი აზრით, იმიტომ რომ თვალსაჩინო არის მართლა და ეს იგრძნობა მე, აი პოლიტიკაშიც ესე ხდება მე და ირევა რომ აი ბანკირი არის პოლიტიკოსი მაგალითად. არ არის ეს ხო არ შეიძლება იყოს ნორმალური მოვლენა. ქვეყნის პოლიტიკაში უნდა იყოს რაღაც პოლიტიკური ელიტა. აი როგორი რაღაცა იცით, თენგო ჩვენ რა გვჭირს, ჩვენ ძალიან ამბიციური ხალხი ვართ. კარგია ეს ამბიციები რო გაქვს, მაგრამ ზუსტად უნდა იცოდე შენი მიზნები. ამას ბავშვობიდან გძნობს საერთოდ ადამიანი რა და მშობელი აძლევს მე უკვე მიმართულებას და მიდის თქვათ იმ სფეროში სადაც უნდა წავიდეს, მაგრამ და რატომღაც გახადეს პოლიტიკა ბიზნესად აქ. ბიზნესი არ არის პოლიტიკა. არ შეიძლება ფული აკეთო, წახვიდე იქ, რომ ფული აკეთო. ამისთვის არ უნდა წახვიდე ხელისუფლებაში. რა, ხელისუფლებაში უნდა წახვიდე სხვა მიზნებით. აი ხედავ, ხო? მე ვხედავ ეხა პრობლემას განათლების სისტემაში, სიტყვაზე ვიძახი. განათლების სისტემაში რომ მიდიხარ, აი მეცნიერების ჩართვა, იმიტომ ვიძახი, რომ საჭიროა. მეცნიერების ჩართულობით ის განათლების სისტემაც აეწყობა და ის ჯანდაცვის სისტემაც აეწყობა და ყველა სისტემა და ყველა რგოლი იმუშავებს. ამიტომ არ შეიძლება ადამიანმა წავიდეს ფეხბურთელმა, ან მოჭიდავემ წავიდეს, მან უნდა იჭიდაოს. იმ ფეხბურთელმა უნდა ირბინოს. აქ როგორი რაღაცა იცი, აი უნდა რომ გამოჩნდეს ეკრანზე იყოს ყველა უყურებდეს, ცნობადი გახდეს, ანუ ეს ამბიცია, კაბინეტი კონდეს. ხვდები? ანუ აი ამ დონემდე არის დასული ეს შეხედულებები, ან მენტალური პრობლემები გვაქვს ჩვენ. მენტალური პრობლემები რო გვაქვს, მე უკვე ეს გლობალურად ყველაფერს ეხება, უკვე საქართველოს ჩანს უკვე საქართველოში რა მდგომარეობაც მივიღეთ. ხო ხედავ, არასწორი ხალხის წასვლით. ამიტომ არ შეიძლება. მაგრამ აი იცი როგორ არის, რომ აი იგივე სპორტსმენებთან დაკავშირებით ჩვენ ხედავთ, რომ არა მხოლოდ ეს მათი თვითინიციატივით ხდება, აქედან აი პოლიტიკაში ჩართული ხალხიც ერთგვარად აი თითქოს ებღაუჭება ეძებს მათთან, აი მახსენდება იგივე კვარაცხელიასთან დაკავშირებით ის ბულინგი, რაც გრძელდება ხოლმე სხვათა შორის პერიოდულობით, სხვა ფეხბურთელებს ეს რომ დააფიქსირე გინდა თუ არა პოლიტიკური პოზიცია და ჩაერთე ამ პოლიტიკურ პროცესში და აი ეს არ არის მე ეს ეგეც არასწორია. ჯანსაღი პროცესი. არა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს არ არის ჯანსაღი მდგომარეობა, არ შეიძლება ძალით ჩართო. იცი რა არის, ჩვენ დაგვემართა ესეთი რაღაცა 35 წელიწადი ვართ ძალიან დიდ ქაოსში. იმ საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია უდიდესი დარტყმა ფსიქოლოგიურადაც რა, მარტო ისე არ მოხდა, რომ მატერიალურად გავღატაკდით. ფსიქოლოგიურადაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა ხალხი. ანუ როგორი რაღაცა იცი, არსებობდა სამსახურები, ხალხი რეალიზებული იყო. ჩვენ ახლა რაც არ უნდა ვაძაგოთ ეგ წყობა, იქაც იყო კარგი რაღაცეები და არ შეიძლება მარტო ვიძახოთ, რომ ცუდი წყობა იყო. არ არსებობს საერთოდ რეალობაში ყველაზე საშინელი წყობა. აი რაღაცა წყობასაც აქვს კარგი დადებითი.
იმ წყობაში ხალხი იყო რეალიზებული. მუშაობდნენ, სამსახურები ჰქონდათ, არ ჰქონდათ გადასახადები ამხელა, ჯანდაცვის სისტემა ჰქონდათ უფასო, განათლება ჰქონდათ უფასო, დასვენებები ჰქონდათ, ანუ პუწიოკებს რასაც ეძახდნენ. ხო, ანუ უყურე რამდენი კომფორტი ჰქონდა ადამიანს. ამ კომფორტიდან უცებ გამოვეცალეთ, ნახე ხა ადამიანის ფსიქიკა მიშვეულია კომფორტს. ყოველდღიური პრობლემები იყო მოგვარებული. ხო, ანუ შენ ეხა ხო დარდო. არც ვალი ჰქონდა, სამსახურიც ჰქონდა, არც მშიერი ყავდა. ხო, ბანკის ვალი არ ჰქონდა. ანუ ხო, ეს ხო იყო მართლა ესე ხო იყო. ეხა უყურე რამხელა სტრესი მოხდა მერე ფსიქიკაში და უცებ აღარაფერი აღარ აგაკ. ანუ ქვეყანა დაკარგა აბსოლუტურად ყველაფერი. არაფრის წარმოება აღარ მოხდა ქვეყანაში. აი ხა რას ვაწარმოებთ ჩვენ? არაფერს. ეს არის უბედურება. ხო, ანუ ჩვენ ვერაფერს ვერ ვაწარმოებთ, ხო? ეს დიდი სტრესი და უკვე პანიკა დაგვეწყო, ხვდები? მაგრამ ეს გაგრძელდა უკვე 35 წელიწადი პანიკა. დღემდე პანიკაში ვართ. აი თქვენ დააკვირდით ტელეარხებს და ტელევიზიებს რა მდგომარეობა არის. ყვირის ხალხი ღრიალებენ, ერთმანეთს უყვირიან, ლანძღავენ და აგინებენ, იმიტომ რომ გამოსავალი ვერ ვნახეთ ჩვენ. ვერანაირი გამოსავალი ვერ ვნახეთ. სადაც წავით, ეხლა ხალხი ეძებს ახალ პატრონს. აი ეს გამოსავალი არ არის იგივე პროდასავლური ვექტორი. ჩვენ ხომ მთელი ეს პერიოდი ზუსტად იმიტომ ვაკეთებდით იმას, რაც ვაკეთებდით. ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი მართლდებოდა, რომ ეს ემსახურება ქვეყნის პროდასავლურ განვითარებას და ჩვენ საბოლოო მიზნად ეს არის ჩვენი, რომ შევალთ ნატოში, შევალთ ევროკავშირში და ეგ არის მერე უკვე ჩვენთვის ყველანაირი მათ შორის ეკონომიკური, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიები. დღეს მე მგონი უკვე ასე თუ ისე გვინდა თუ არ გვინდა თვალსაჩინო ხდება, რომ ეგ ყველაფერი არის ილუზია. არავინ არ გეპატიჟება იმ ნატოში, საერთოდ ჩვენ გარეშე ლაპარაკობენ, ეხლა ირკვევა ხო, პირდაპირ ამბობენ ღია ეთერებში, კელოგის განცხადება მეტი ხო არაფერია, რომ ჩვენ მზად ვართ ვესაუბროთ რუსეთს, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ნატოში არასდროს გაწევრიანების შესახებ. ეხლა ჩვენი პარტნიორი ყველაზე მეტად ვინც გვეიმედებოდა ის ვაჭრობს ჩვენი უსაფრთხოებით ჩვენს გარეშე. აი ამ მდგომარეობაში ვართ. ეხლა როგორ რაიმე ფორმით ხო უნდა გაგრძელდეს ეხლა ამ ქვეყნის არსებობა, ეს არის საკითხი, რაც მაინტერესებს. აი როცა ვსაუბრობთ გამოსავალზე ამ შექმნილი კრიზისიდან და იმაზე რომ არ შეიძლება რომ პანიკაში ვიყოთ 35 წელი, რა არის ამ შემთხვევაში მაშინ გამოსავალი? აი იცი როგორი რაღაც არის პანიკიდან გამოსვლა ჯერ იცი როგორ უნდა დავიწყოთ ჩვენ შიდა მდგომარეობა უნდა დავარეგულიროთ. ანუ მედია საშუალებებიდან უნდა შეწყდეს აი ნეგატივის გადმოთხევა რაც მოდის. ნეგატივი არის ძალიან დიდი საერთოდ ტელევიზიებიდან. ტელევიზიებიდან უნდა დაეწყოთ შეცვლა ყველაფრის. დემოკრატიას რო იძახიან ესენი და გაიძახიან და დემოკრატიულია და ამიტომ ყველას ყველაფრის უფლება აქვს და ყველაფრის ლაპარაკის უფლება აქვს, ესე არ შეიძლება. არ შეიძლება ყველა ალაპარაკო ტელევიზიებით და მისცე უფლება. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება ის, რომ თქვათ მაგალითად ტელეეთერიდან აგინოთა ლანძღო პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, არც ერთ ის დაჯარიმდება ეგრევე. ეგრევე დაჯარიმდება. აქ ნახე, არის რამე დასჯადი. არის რომელიმე არხი, ტელეარხი დაჯარიმებული რაიმეთი? არც ერთი არხი არ არის დაჯარიმებული. ასე რომ თქვა, დემოკრატიაც ვერ გაგვიგია ჩვენ თენგო როგორია. ხვდები? ანუ პრობლემა მაგაში არის. მედია ამ შემთხვევაში არის ინსტრუმენტი ვიღაცების ხელში და არა თავისუფალი საინფორმაციო სივრცე, ხო? საიდანაც ადამიანს ეს ინფორმაციას უნდა იგებს. შეურაცხყოფების მიყენება და ეს არც საღიაზრი არ არის. და აღარ შეიძლება უკვე შეურაცხყოფები აყენო ადამიანს და ერთმანეთს ვაყენოთ შეურაცხყოფები. არ შეიძლება უბრალოდ. ამიტომ მედია მაუწყებლობაზე უნდა მიიღოთ კანონი ამათ. ოცნებას. აი რაც კიდევ ერთი დიდი შეცდომა. იყო კიდეც და არის კიდეც რაღაცა ახალი ცვლილებები ხო იქნა მიღებული. ხო, მაგრამ მე არ მინახია რომ ვინმე დაჯარიმებული იყოს პირველები განსაკუთრებით. აი ჩვენ რეებს უყურებს ხალხი, ჯერ დააკვირდით მის ფონს, მუსიკალურ ფონს. ის მუსიკასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს საერთოდ ადამიანის ფსიქიკაზე. შეფუთბოლიანად რა თქმა უნდა. ხო, ანუ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ფერებს აქვს მნიშვნელობა, მუსიკას აქვს მნიშვნელობა, აგრესიული ტონით ლაპარაკი. აი დააკვირდით როგორი აგრესიით ლაპარაკობს ხალხი. მესმის ეს მართლა არის პოლარიზაცია ამ ქვეყნის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც როგორ უნდა დაიძლიოს ალბათ ძნელია დღეს ამაზე მსჯელობა, მაგრამ აუცილებელი, იმიტომ რომ ესე გახლეჩილი საზოგადოება და ყველა სფეროში გახლეჩილი თან, აი ეს არის უბედურება, რომ გადამდებია ეს ყველაფერი, რომ ყველაფერში გახლეჩილია მე ხალხი. იცით როგორი რაღაცა არის. სახელმწიფოში როგორ უნდა იარსებოს აი ამ ხო, აი ჩვენ რო გადავრჩეთ ჩვენ რო გადავჭეთ საერთოდ უნდა მოვერიდოთ ნეგატივს. ეხლა
იმიტომ რომ ნახეთ როგორი ვითარება არის, ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ზის ანტიდეპრესანტზე. ამასაც აღარავინ არ ლაპარაკობს, ფსიქოზია სრული გამეფებული ქვეყანაში. და ამიტომ მე მაყურებელს მიმართავ, რომ მოერიდონ მაგალითად ისეთ აგრესიულ არხებს, აი როგორიც ეგენი არის. არ შეიძლება უბრალოდ ყურება. ამას მეცნიერულ დონეზეც კი ესე ამბობენ, რომ მოერიდეთო ის რაც მნიშვნელოვანია, ისედაც გაიგებთო. მაგრამ კანონით, აი წესით და რიგით. მე ხო, რა მინდოდა მეთქვა. თუნდაც აი როგორი რაღაც არის. მედია მაუწყებლობით რა ხდება? აი ამ ხალხის გახლეჩვა ხდება ამ ნაცქოცებად და პლუს დამატებული ეკლესიის შტურმი. ეკლესიაზე შტურმი მიდის. ეს რატო ხდება, რომ ნელ-ნელა ადამიანი გახადოს დემორალიზებული რა? ეკლესიაზე შტურმი ჩვენ გვახსოვს და წლებია ხო ამაზე მიდის საუბარი. ეკლესია იყო სამიზნე აი deep state-ს რასაც ეძახიან. მათი ანუ თქვათ რა ეს მთავარი რაღაც გლობალური ლიბერალური ლობის მთავარი სამიზნე იყო ნამდვილად მართლმადიდებლური ეკლესია, კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაშიც ეს შეეხებოდა ამ საკითხს. საერთოდ ყველა რელიგია, მარტო საერთოდ ყველა რელიგია, ხო, ალბათ. აი მიზანი რა არის ამისი, ეს არის საინტერესო და ეს მე არ მაქვს იმის ილუზია მაგალითად, რომ იქ ვაშინგტონში ადმინისტრაციის ცვლილება საბოლოო ჯამში აი ამ თავი კორპორაციული მმართველობები რო ჩამოყალიბდნენ ალბათ და რაღაცა რამოდენიმე ოჯახი ალბათ რო გამდიდრდეს აი ამისთვის არის შექმნილი ეს მდგომარეობა. აი სხვას ვერაფერს ვერ გეტყვი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ნუ ალბათ ეგრე არის ჩაფიქრებული და უნდათ რომ სერი მასა გახდეს ყველა. და როგორ მიაღწევენ ამ მიზანს დაუშვათ აი ეკლესიასთან ბრძოლის კონკრეტულად? ხო, არ შეიძლება აი რო არის რომ მიდის ესეთი მდგომარეობა საქართველოშიც ხო მიდის არა, ჩვენ ხედავთ რო 9 წელი ეს იყო შტურმი ეკლესიაზე. ეხა რა თქმა უნდა არ არის ესეთი ეხაც არის პრინციპში როგორ არ არის, მაგრამ ისეთი მდგომარეობა არა როგორც უკრაინაში ხო ხედავ რა მოხდა, რომ შევიდნენ გადმოყარეს ხატები და რაღაც ეკლესიებში შევარდნენ, ხო? ცელდება ხოლმე კადრები. ხო, კადრები ცელდება, ანუ აი ასეთმა მიდგომებმა ხალხი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რაც მე ეხა გითხარი რა, ანუ ძალიან უმძიმესი ვითარება გვაქვს სინამდვილეში და რეალობაში. და ამიტომ აი ასე ხელჩაქნევით ჯდომა და უბრალოდ ყვება იმითი, რომ აი ნაცები ესეთები იყვნენ, ჩვენ ესეთები ვართ, ეს ქვეყანას ვერ გადაარჩენს თენგო ვერანაირად. საინტერესოა, თათია შენი აზრი უკრაინასთან დაკავშირებითაც ახსენე შენც უკრაინა და ალბათ აი ამ პოლარიზაციის ერთ-ერთი პირველი წყარო იყო ჩვენთან, მანამდეც იყო ბევრი სხვა ფაქტორებიც, მაგრამ აი უკრაინის საკითხზე მოსახლეობა მართლა შუაზე გაიხლიჩა, რასაც ქვია, მათ შორის ჩვენთან გავიდა ეხა საკმაოდ დიდი დრო ხო, უკვე 3 წელზე მეტია ომის დაწყებიდან გასული და ხედავთ შედეგებს, ხედავთ იმ რომ მოლოდინები ყოველ შემთხვევაში რაც არსებობდა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ესე დარბოდნენ ზელენსკის დროშებით, არ მართლდება პირიქით მიდის ყველაფერი უარესობისკენ. სხვადასხვა დრო რაღაც ფრაგმენტულობით ხდება ხო, რაღაც გადაფარვა იქ რაღაც აეროდრომზე თავდასხმა მოხდება რუსეთის ტერიტორიაზე თუ ასე შემდეგ. ეს არ ცვლის ასე ვთქვათ არსებითად იმ რთულ ვითარებას, რა რთულ ვითარებაში ეს სახელმწიფო დღეს იმყოფება და მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. რა მოლოდინები გექნებოდა შენ პირადად, აი ეხლა მიმდინარე ამ საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იქნება შენ ეს შედეგის მომტანი ტრამპის ადმინისტრაციას პუტინს შორის კომუნიკაციას ხედავთ და არის თუ არა გაქვთ თუ არა მოლოდინი რომ ამითი შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი? იცი როგორი რაღაცა, ჯერ პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ეს ალტრუისტური დამოკიდებულება რაც ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ არა საერთოდ კარგი არის ალტრუისტული დამოკიდებულება რაღაც კუთხით, მაგრამ ის რომ სხვა ქვეყანას გადაყვეს, ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა. ანუ ყველა თავის ქვეყანას უნდა მიხედოს რა. და არ შეიძლება რაღაცა მეორე ფრონტის გახსნა ვიღაცისთვის, რომელებსაც მაგალითად ჩვენ 2008 წელში დიდად ეს იყო რეალური საფრთხე ჩვენთვის, აი ეს ისინი იძახიან რომ ეს ხელისუფლების პროპაგანდაა და არაფერი მეორე. რას ლაპარაკობთ, ეს რეალური საფრთხე იყო და კიდე კაი გადავჭით და აქ სახელმწიფო მართლა დადგა ისე ძლიერად, რომ ჩვენ ეს ავიდიდეთ ეს ომი. თორე მოხდებოდა მართლა ესეთი აყოლა ხალხის მასა თავიდან იყო ძალიან აყოლილი. ეს ეხლა მინელდა თორე თავიდან მაინც სახიფათო იყო. ხო, რაც შეეხება უკრაინას, უკრაინამ შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა არ წავიდა მოლაპარაკებაზე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტრამპის
პერიოდში ეს ომი დამთავრდება 25 წელში, აი ხა დამთავრდება, არ იქნება, არ გაგრძელდება, მე მოლოდინი მაქვს და ეგრე მჯერა და მგონია. შედგება მოლაპარაკება და მაინც, მაგრამ რუსეთი წაიღებს იმას, რაც უნდა იმას წაიღებს. ხო, ეს არის მთავარი მოლაპარაკება, საბოლოოდ რომ დამთავრდება გასაგებია, მაგრამ შედეგი რა იქნება და ის უკრაინისთვის ყველაფერი მძიმედ. განადგურებულია აბსოლუტურად ქვეყანა. და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ აი რამდენ მილიონიანი ქვეყანა არის, ის რა დღეში ჩავარდა და ჩვენ რო ჩავეთრიეთ ამ ომში, ჩვენ რა მოგვივიდოდა. და ეს უნდოდა ხალხს და ოპოზიციას. აი რამ შეიძლებოდა ამის საერთოდ. ანუ მაინც ეს იყო რეალური საფრთხე შენ გადმოსახედიდან. კი, ჩემი გადმოსახედიდან იყო ეს საფრთხე. ეხა თუ არის ეს საფრთხე? ისე არის ეს საფრთხეები არის ის, რომ ჩვენ შიდა დაპირისპირებაში არ დავიწყოთ. აი მაგის საფრთხე არის. ის რომ ჩვენ ომში აღარ ჩავებევით, ეს ფაქტი არ მოხდება, კიდე კაი და არ მოხდება ღმერთმაინებოს და ეს ხალხში დაპირისპირებაა საშიში. იმიტომ რომ შიგნით არ დაიწყოს, ანუ იმიტომ რომ ჩვენ ეს გამოცდილებებიც გვაქვს, ხო იყო ეს შევარნაძის პერიოდში და ზვიადის დროს რა მდგომარეობა გავიარეთ ეს საშინელი პერიოდი, ანუ აი მაგის საშიშროება დგას მაინც. ამ ბოლო პერიოდში აი ხა ავტობუსებში და მეტროებში რო დადიოდნენ და რო ყვიროდნენ და წიოდნენ და კიოდნენ და ერთამ ბავშვი. კიდე შვებიან მაგას. ხო, ანუ კიდე აგძლებენ. ხა ეს აგენტურები ნელ-ნელა რაც ჩანერგილი არის, აი ამათ უნდა მიეხედოს. ეგ ხელისუფლება ხა უკვე ძალიან უნდა გამაგრდეს. რომ ის ჩანერგილი აგენტურა მოისპოს. ეს აგენტურა თუ არ მოისპო აქ, ძალიან მძიმე ვითარებამდე მივალთ ჩვენ. ამის მცდელობები თუ არის ხოლმე, ამას ერქმევა შემდეგ უკვე რეპრესიები, ხელისუფლება ახორციელებს რეპრესიებს, ხო? ასეთი ფორმით ხდება მე ამისი დისტრიბუცია, მათ შორის ამ ლიბერალური არხების მხრიდან და მართლაც აი ამ აქციების პერიოდში მათ შორის უამრავი ახალგაზრდა არის დაკავებული, უამრავი რამდენიმე ათეული ახალგაზრდა არის დაკავებული სხვადასხვა დანაშაულისთვის, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის. მე არ მჯერა რომ ეხა ყველა მათგანი აგენტი არის. ალბათ არიან მათ შორის ისეთი გულწრფელი ნაწილი, ხო, საზოგადოების, ვინც აი სამწუხაროდ ეწირება ვისი თავისუფლებას, ვისი ნერვებიც ეწირება მე ამ პოლიტიკურ თამაშს. აი იცი როგორი რაღაც არის თენგო, ხალხში არის ძალიან დიდი პესიმიზმი უკვე. აი მე ვისაც არ ხვდები და საერთოდ ურთიერთობა ვისთანაც მაქვს, ყველას ანუ იმედი აქვს დაკარგული საერთოდ, რომ რაიმე შეიცვლება. აი ეგ არის ძალიან ცუდი, ანუ მივედით იმ ზომამდე, რომ იმედი არა გვაქვს. აღარაფრის. და მე კიდე იმ ნაწილს, რომელიც გამოიკვება უკვე 9 წელი, აი იმ ნარატივებით რა, რაც სააკაშვილის პერიოდში გამოიარეს და გაიზარდნენ ის ბავშვები, იმ ბავშვების მდგომარეობა სხვანაირად აზრობენ საერთოდ. გენზითაობას რასაც ეძახი. დიახ, ეგენი უკვე სხვანაირად აზროვნებენ და არ აზროვნებენ კარგად, მინდა გითხრა, ძალიან ცუდი აზროვნება აქვს. ეს ხო არ არის მარადიული პრობლემის ნაწილი, რომ აი ყველა წინა ყველა თაობა არის სკეპტიკურად განწყობილი მომავალი თაობის მიმართ. ეხლა რა ვიცი, ჩვენი მშობლების თაობა შეიძლება ესე ფიქრობდა და იძახდა, რომ ბევრი განსხვავება შეიძლება კი არა, ეგრე იძახდნენ, რომ რაღაცა რა თაობა მოდის. შეიძლება იქნება ჩვენც რაღაც ესეთი რამე ხომ არ გვჭირს თქო და სინამდვილეში არ დგას პრობლემა ეგრე როგორც ხედავთ, თორე გეთანხმები ხო, რაც არის ეხლა რაც ყოველ შემთხვევაში ვინც არის წინა პლანზე წამოწეული, ვინც ჩანს, ვინც აი ამ რაღაცნაირი გოგონები და რაღაცნაირი ბიჭუნები არ იწვევს სიმპათიას არც ჩემში. ხო, აი ნუ ეხლა როგორი რაღაც არის ამ LGBT თემას ძალიან აწვევიან, ხო, კიდე ეს არის. LGBT საზოგადოების წინ წამოყენება, მათი უფლებების დაცვა, მათი მდგომარეობის დაცვა. ნახე, აი უმრავლესობა დგას ეგეთი ხალხიც, მანდ. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და საერთოდ გარჩევა უნდა ვისწავლოთ, როგორი ტიპის ადამიანები ლაპარაკობენ ტრიბუნებიდან. უკვე უნდა გავარჩიოთ ხალხი, აღარ უნდა დავიწყოთ რაღაცა უფრო უკეთესი ძახის ვიდრე მე ალბათ და შეიძლება ისინი უფრო კარგად აზროვნებენ, ანუ უნდა აი ახალგაზრდები არიან და უფრო სხვანაირად აზროვნებენ, ანუ ეს მიდის ეს ნარატივიც, რომ ისინი უფრო პროგრესულები არიან ვიდრე ჩვენ, არ არის ესე. ძალიან ბევრი კარგი მოაზროვნე ადამიანია შუახნის მაგალითად და უფრო კარგად აზროვნებენ, ბევრად რაციონალურად აზროვნებენ. და რაციონალურად ეს ბავშვები სამწუხაროდ არ აზროვნებენ. იცი რა, ალბათ ეგ ის პრობლემა არის, რასაც ქვია, მეც სრულიად გეთანხმები მაგაში, ოღონდ არა იმიტომ რომ დაუშვათ ვინმეზე უკეთესი მგონია ჩემი თავი, არა. უბრალოდ მეც ხო ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ხო, ეს რაღაცა ისევ საუბრობთ ხოლმე გეგონება რაღაც
სხვა პლანეტაზე მცხოვრებ ხალხზე კი არ არის, ჩვენც ხო ვიყავით ახალგაზრდები, სტუდენტები, ხა ეს არის მაინც ეს ამ ნარატივის დათესვა, რომ თქვენ მარტო თქვენ ხართ საუკეთესოები, თქვენ იცით ყველაფერი და სხვა მარაფერი არის ის. ეს არის მათი წაქეზება, რომ მიდი გააკეთე, ამ მიზნით კეთდება ხოლმე მგონია მე თორე. საერთოდ ეს ასაკობრივი გამიჯვნაც რა საჭირო არსებობენ საღიაზრის ადამიანები მათ შორისაც, ჩვენ შორისაც და ბევრი გიჟი არის ჩვენ თაობაშიც და ბევრი გიჟი არის მათ. ანუ არ შეიძლება ლაპარაკი რომ რაღაცა ვიღაცას ჯობნის. ანუ ეს მიდგომაც არასწორი არის ზოგადად რა რომ უდგებიან. იცი როგორი რაღაცა არის ხალხს ჩვენ გვაქვს მენტალური ბევრი პრობლემა და აი ესეთი გამოსვლებიც მენტალიტეტში უკვე მათ მენტალიტეტში უკვე ის 9 წლიანმა დანალექმა მაინც გამოამშავნა. ანუ რატო მისახედი იყო განათლების სისტემა. აი ნახე სად მივედით. განათლებამდე მივდივართ ჩვენ საბოლოოდ მაინც. მონიშნული ზუსტად. განათლების სისტემა. აი ხო დაპირდა იმ კუთხით რომ რაღაცები უნდა შეიცვალოს. რომ ხელისუფლება გადადის რაღაც ეროვნულ რელსებზე და რასაც აქამდე რაღაც გლობალისტური წნეხის გამო ვერ აკეთებდა, აწიაპირებს რომ გააკეთოს და გააძლიეროს სუვერენიტეტი და ეს ეროვნული თემები წამოიწია წინ. განათლების სისტემაზე თუ არის ეს ყველაფერი ასახული. თენგო აი შენი აზრი დედაენის ამოღებით რომელ განათლების სისტემაზე მაქვს ლაპარაკია. ანუ ხდები არ და ალბათ არა მხოლოდ ეს ხო? ხო, არა, ეხა უკვე როგორი რაღაც არის ეს ილიას უნივერსიტეტის იქ ძალიან ცუდი მიმართულებით მიდიან ჩემი აზრით ილიას უნივერსიტეტი. ანუ იქ ხალხს აბსოლუტურად სხვანაირი მორალური მდგომარეობა აქვთ უკვე იმ ადამიანებს, რომლებიც ამთავრებენ ამ უნივერსიტეტს სამწუხაროდ. და რატომღაც საზოგადოებას ძალიან პროგრესული გონია. და მაგ საზოგადოებას პროგრესული გონია ასევე ლევან ბერძენიშვილი. ხო, ლევან ბერძენიშვილი, აი ლევან ბერძენიშვილმა თქვა და ეს არის ბოლო დონის სიჭკვიანე, რაც შეიძლება რომ ადამიანმა თქვას. სრუგმირები ალბათ, ხო? ასეთი შექმნა. მე არ ვიცი ხა რა ვიცი არც ვაპირებ რომ რაიმე კრიტიკაში შევიდე ხა დავუშვათ ამ ადამიანის, კი ბატონო აქვს თავისი აზრი, თუმცა ალბათ არ არის ხო და მე ჩემი არა მარტო ეგ აი ბენდუქიძეზე იციან ხოლმე კიდე რაღაც გაზვიადებულად ისეთ შეხედულებები აქვს, გეგონება ეგ იყო რაც იყო და ხო, არა რეალობაში რა გააკეთა. რაღაც სრუგმირები შეუქმნეს, ხო, ამ ახალთაობას ვინ უნდა იყოს მათთვის ავტორიტეტი. კი. ხო, ანუ აი ეს მდგომარეობა არის რა, იცი როგორი მდგომარეობა კიდე რომ აი ამ ეკლესიის ამოღება მცხოვრებიდან, განათლების სისტემის არაჩამოყალიბებამ, წესიერ რელსებზე დაყენებამ, ეკლესიის შტურმა, გამოიწვია აი ეს, რაც მივიღეთ. გაურკვეველია, თვითონაც არ იციან რა უნდათ სინამდვილეში. კი ბატონო, და აი უნივერსიტეტებთან დაკავშირებითაც მექნება ასეთი შეკითხვა. ილიას უნივერსიტეტი ალბათ სამწუხაროდ არ არის გამონაკლისი იმ კუთხით, რომ თუნდაც აი ამ საპროტესტო მოძრაობებში ჩვენ გვახსოვს როგორი ჩართულობა იყო უნივერსიტეტო საზოგადოებების. ალბათ ილიას უნივერსიტეტი ნამდვილად ლიდერი იყო ამ მხრივ, თუმცა სხვაებიც არ ცდილობდნენ რომ ჩამორჩენოდნენ და გვინახავს მათ შორის ლექტორების მიერ გაგზავნილი შეტყობინებები სტუდენტებთან, რომ თუ გინდა ნუ მოხვალთ გამოცდაზე, წადი აქციაზე დაახლოებით. ესეთი კამპანიაც კი იყო. ნახეთ, სკოლებში შევარდნა და რაღაც ბავშვების თენგო ჩვენ უნდა გადავეჭვიოთ ბავშვების ჩართულობას ხო, ეს მაინტერესებდა ეს რამდენად არის. ეს არ შეიძლება, საერთოდ არ შეიძლება პოლიტიზირება ყველაფრის. და არ შეიძლება ყველა მილაპარაკოს პოლიტიკას. ჩვენ ორი საშინელი თვისება გვაქვს. ლაპარაკობთ ამ ფეხბურთზე და ყველა მიცის. ლაპარაკობთ პოლიტიკაზე და ყველა მიცის. მე არ ვიძახი რომ ეხა ყველაფერი ვიცი და აი პოლიტიკაში და ეს არ ვიძახი ესე. არ შეიძლება ესე ლაპარაკი ზოგადად რა. აი ეს პრეტენზიები გაგვაჩნია. აი ეს პრეტენზიები რო გაგვაჩნია, ანუ ყველა ერთვება მე ამ იმაში სფეროში. არ შეიძლება მასწავლებელი და ექიმი გაიფიცოს. არ შეიძლება. როგორ შეიძლება პატარა ბავშვები გაიყვანო და მონაწილეობა მიიღებინო, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული აზრი არ გააჩნია და მიყავს საპროტესტო აქციაზე და კაცმა არ იცის მე რა მოხდება, შეიძლება წყლის ჭავლში გაიაროს, შეიძლება რაღაცა ტყვია მოხდეს, ხო? ის რეზინის ტყვიები, რასაც ისვრენ. აი რამხელა პასუხისგებლობას იღებ შენ თავზე, ხო ხტები? ანუ აი ამას ხო უნდა ხდებოდნენ. არ შეიძლება, იმიტომ ვიძახე, აი სკოლების გაფიცვა რომ მოხდა, ეგ არ შეიძლებოდა. ეს არის ალბათ უფრო სისტემური პრობლემა, ხო? ხელისუფლებისთვისაც ხო პრობლემაა ეგ და გამოწვევაა, რომ განათლების სისტემაში აღმოჩნდა დიდი ნაწილი ისეთი,
რომელმაც შეძლო აი შიგდა სისტემაში პროტესტის დაორგანიზება. როგორ ფიქრობ, აი და ეს არ არის მხოლოდ განათლების სისტემის პრობლემა ალბათ. შეგვიძლია განვაზოგადოთ მთლიანად სახელმწიფო აპარატზე. თუ არის ხელისუფლების მხრიდან შენი აზრით დანახული და თუ იგრძნობა ან შენ თუ გაქვს მოლოდინი რომ რაიმე ცვლილებები უნდა იყოს ამ მიმართულებით მოსალოდნელი. ხედავს ხელისუფლება იმ პრობლემებს, რაც რეალურად დგას ქვეყნის შიგნით, არა მხოლოდ განათლების, არამედ სხვა ბევრი მიმართულებით. ეს არის უფრო მე მრჩება შედაბეჭდილება რომ აი ბოდიში დავასრულებ აზრს რომ ხელისუფლება ცდილობს იყოს მხოლოდ საგარეო ფაქტორებზე ორიენტირებული. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია გვესმის, მაგრამ ამის იქითაც არსებობს ქვეყნის შიგნით უამრავი პრობლემა. რამდენად ხედავს ხელისუფლება ამ პრობლემებს? იცი რა არის თენგო მართლა გადატანილია ყურადღება მარტო საგარეო კურსზე. და საგარეო კურსში როგორი რაღაცა არის, იცით, რომ თამაშობენ დიდი მოთამაშეები საერთოდ და პატარა ქვეყნებს მონაწილეობას ჯერჯერობით არ ვიღებთ არაფერში. და არც გვეკითხებიან კიდე. ამიტომ ის რომ ეხლა უკვე გადართული არის ყველა არხი აი იმაზე ტრამპი და პუტინი რას იზამენ, როგორ გადაწყდება იმის ბედი და ამ დროს ჩვენ ვჩებით სად? ძალიან ბევრ პრობლემებში, ხო? ანუ შიგნით არის მოსაწესრიგებელი ძალიან ბევრი რამე. ჯერ დასაწყები არის არ მაქვს მოლოდინი რომ განათლების სისტემაში რამე შეცვლიან. სიმართლე რო გითხრა. იმიტომ რომ მე ვერ დავინახე აქ ამდენი წლის მანძილზე მარტო მე კი არ ვლაპარაკობდი განათლების სისტემაზე ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა მანამდეც და მე გავაკეთე ეს ერთწლიანი ის რაც იყო გადაცემა ხო რომ განათლების სისტემას მივაქციეთ ყურადღება რაღაცა წინ წამოვწიეთ რაღაცა საკითხები შევეცადეთ მაინც იმიტომ რომ წამოვედი მაგ სფეროში იმიტომ რომ ამ სფეროში პრობლემას ვხედავდი და ძალიან ბევრი კაი ადამიანი მყავდა სტუდიაში და ძალიან ბევრი ადამიანმა ძალიან კარგი მოსაზრებები გამოთქვა მაგრამ რო გითხრა რომ ამაში თვითონ სახელმწიფო ჯერჯერობით იღებს მონაწილეებს არ იღებს აი უნდა გააკეთოს როგორც ისრაელმა გააკეთა აუცილებელია პირველი ყველაზე დიდი თანხები ჩაიდო განათლების სისტემაში განათლების სისტემიდან უნდა დაიწყონ თუ გინდა რომ ჩვენ გამოვსწორდეთ განათლების სისტემა ეგ არის მეორე ოჯახი ჩათვალე რა სკოლაში ბავშვი რომ მიდის ის ოჯახია იმიტომ რომ 1-6 საათი იქ არის ხო მინიმუმ აი კერძო სკოლებში როგორც აღზრდაზე ახდენს გავლენას ისე სახელმწიფოს აძლევს პროფესიონალების რესურსს ხო წესი განათლების სისტემა ხო ამაშვება რომ აი რო არის მე პრობლემა რომ კადრები არ არის ამაზე უმუშევრობას მაგალითად უკავშირებენ იმას რომ არ არის კვალიფიციური კადრები ჯერ ერთი ძალიან მეეჭვება რომ ეგ იყოს ამის მთავარი მიზეზი მაგრამ მეორეს ესეც თუ არის არც ეგ არ უნდა თქვა თავმოყარე სახელმწიფო რომელსაც გააქვს მთელი განათლების სამინისტრო რატო არ აყავს მაშ კვალიფიციური კადრები მაშინ რას მიკეთებს ხო მთლიანად ეს სისტემა რატო არ ემსახურება ის ამ მიზანს რაც მისთვის მთავარია ჩვენ მივდივართ ისე პირველ ნამდე რომ რაც თქვით რომ ანუ ხალხი უნდა წავიდეს იმ დარგში, რაც ეკუთვნის და არ უნდა წავიდეს ისეთ სფეროში, რაც არ ეკუთვნის. განათლების სისტემაშიც უნდა წავიდნენ მეცნიერებმა და მეცნიერებმა უნდა ამუშაონ ეს სფერო, ეს რგოლი უნდა ამუშაოს მეცნიერულმა კადრმა. განათლების სისტემის ამუშავებასთან არ მგონია რომ ამათ რამე გააკეთონ. ჯერჯერობით რო გითხრა რომ მესამე ძალა სადმე ჩანს და რაღაც ეგეც არ ჩანს. თუმცა იმედი რა ვიცი ამასთან დაკავშირებით ნახდათ არა მაქვს რომ რამეს შეცვლიან აი ეკონომიკასთან დაკავშირებითაც ხო არის ხოლმე ხშირად გამოთქმულდა სოციალურ გარემოს რო შევეხოთ ზოგადად მხოლოდ განათლება არ არის სამწუხაროდ პრობლემა ამ საზოგადოების მე ხშირად მომისმენია გამოთქმული უკმაყოფილება ფასებთან დაკავშირებით რაც ეხება პირველად სამომხმარებლო პროდუქტებს რაც ყველას ყოველთვის ჭირდება ოჯახში რომ ყოველ თვიურად კი არა უკვე ფაქტიურად ყოველ დღიურად იზრდება სამომხმარებლო კალათის ღირებულება ძვირიანი ქვეყანა გავხდით. არა და ამის პარალელურად ჩვენ გვესმის ხელისუფლების მხრიდან ხშირად აბსოლუტურად სწორი ოფიციალურად რომ შეამოწმოს სწორი რიცხვები ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით. რატო არა ისახება ეს მაშინ საზოგადოების ძირითად ნაწილს? იცი რა არის ეკონომიკა ძალიან ძიმე მდგომარეობაში, ანუ რას წერენ და რას აკეთებენ, კიდე სხვა თემა, თუმცა რესურსი გვაქვს აი განათლებას მიუბრუნდები, რესურსი გვაქვს ძალიან კარგი, უბრალოდ გაედინება ეს ხალხი უკვე აქიდან, იმიტომ აქ პერსპექტივას ვერ ხედავენ ქვეყნის განვითარების. მე როგორი რაღაცა იცი, თენგო რაღაცა თავკომბალასავით გადაიქცა თბილისი. რეგიონალური განვითარება აღარ ხდება, ხვდები? რეგიონალურად ვერ ვითარდებით, დაცარიელებულია სოფლები, რაიონები, ხალხი ჩამოვიდა მარტო ყველა დიდი ქალაქის პრობლემა ეგ არისო. მე რომელი დიდი ქვეყნისო, რომელი დიდი ქვეყანა ჩვენ ვართ მე?
ჩვენ ხო არ ვართ დიდი ქვეყანა. ჩვენ ის ვერ უნდა მოვახერხოთ, რომ აი ეს 2 მილიონი კაცი რაც დარჩა, უფრო მეტ ცოტა ვართ უკვე დარჩენილები. რომ ვერ მიხედო და რეგიონალურად ვერ განავითარო. აი რა პრობლემა არის ესეთი. Ну, ალბათ ადგილზე უნდა შეიქმნას ამისთვის საჭირო პირობები, ხო? თორე დარწმუნებული ვარ, ვის უნდა უყაროდეს, ეხარო მიატოვე შენი სახლი კარი და წადი რაღაც ახალ გარემოში იცხოვრე. არავისთვის არ უნდა იყოს ეს ასეამონო, მაგრამ როდესაც არა აქ იქ ადამიანს ადგილზე ის აუცილებელ სერვისს ვერ იღებს, რაც მას სჭირდება, ჯანდაცვა იქნება, იგივე განათლება იქნება თუ ელემენტარული შემოსავალი იქნება, სხვა გამოსავალს ვერ ხო, აი იმიტომ არის, რომ ანუ შიდა პოლიტიკა გასაუმჯობესებელი და გასაკეთებელი და რეგიონალურად გასავითარებელი ხარ. იმიტომ რომ ეს დაცარიელებული მხარეები ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. იქ სკოლებია საჭირო, სასწავლებლებია საჭირო. აი მარტო თბილისით და ბათუმით და ქუთაისით არ უნდა იყო. ხდები, ანუ რაიონები უნდა აითვისო. ამისთვის არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვს გეგმები და ვისაც აქვს გაწერილად როგორ შეიძლება ამის გაკეთება. არსებობს ეგეთი ხალხი, წავიდნენ იმ ადამიანებთან ჩართონ ამ იმაში სფეროს ამუშავებაში, აკეთონ კომისიები, შექმნან ეს შესაძლებელია აბსოლუტურად. თუ პოლიტიკური ნება იქნება როგორ არის? ხო და უნდა იყოს. არ შეიძლება ახლა გადართულები ვიყოთ მარტო საგარეო კურსზე. ამიტომ რომ გზას რო გამიკეთებ, კარგია ხო იმ ბუჩქებს რო დამირგავ და რაღაცას, კი, წვანე სივრცეებს რო გააკეთებ, მაგრამ ეს ხო არ არის ყველაფერი. ხამშიერი რო დადიხარ, აი რა აზრი აქვს მაშინ ამას? აბსოლუტურად ვიზიარებ ამ მოსაზრებას და აი ზუსტად კონტექსტური იქნება ალბათ მაშინ ვისაუბროთ რომ ეხლა მოდის ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამის მიმართ როგორი დამოკიდებულება გექნებოდა აი ამ მოვლენის მიმართ წესით ნორმალურ პროცესში ნორმალურ ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების თემებია ის ყველაფერი რაზეც აი ხა ვსაუბრობთ რომ მოხდეს რეგიონების განვითარება იქ ადგილზე მოხდეს პირობების შექმნა მაგრამ ჩვენს რეალობაში მაინც გვიწევს ეს ყველაფერიც იქცევა ხოლმე ნაცკოცურ დაპირისპირებად და ეხლაც ამ რეჟიმში ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა არის ოპოზიციის ფლანგზე, სადაც არ ვიცით ვინ მონაწილეობს არჩევნებში, ვინ არ მონაწილეობს, იქ ვიღაცას უნდა, მაგრამ ვერ იძახის, ვიღაცას არ უნდა, მაგრამ მაგასაც ვერ იძახის და საკმაოდ რთული მდგომარეობა ამ ხრივ შექმნილი. აი, ის საზოგადოება, რომელზეც შენ საუბრობდი, რომ არის ან ადამიანები, ვისაც აქვთ კონკრეტული მიმართულებები ადგილობრივი განვითარების კუთხით. არ იქნებოდა კარგი მათ შორის პოლიტიკური პროცესისთვის, რომ მათ მოეხდინათ თვითონ ორგანიზება, ისინი წარსდგნენ, აი თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში მიიღონ ასეთმა ჯგუფებმა მონაწილეობა, რომლებიც არ არიან ეხლა რაღაც ის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები არ არიან, მაგრამ ვინაიდან აი ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკა ზუსტად ეგ არის, რომ იქ ადგილზე პროფესიონალებით დაკომპლექტდეს საკრებულოები, მერიები რატომაც არ იქნებოდა ცუდი რომ ამგვარი საინიციატივო ჯგუფები გამოჩენილიყო. მხოლოდ ხელისუფლებას რომ მოთხოვოთ ეს იქნება სწორი ამ შემთხვევაში ადგილზე ინიციატივები არ არის საჭირო. Ну, რა თქმა უნდა საჭიროა, კარგია თუ ხალხი ჩაერთვება და შეიქმნება ეგეთი რაღაცა პატარა ორგანიზაციები. რომ დაეხმარონ მაგალითად განვითარებას რეგიონალურად რომ განვითარდეთ, მაგრამ იცი როგორი რაღაცა ძალიან ისე არის ხალხი ინერტულად, აი მაინც არ გამოვა, მაინც არ იქნება, აი უფრო ესე ლაპარაკობენ თენგო ხდები. ჩვენ ვინ მოგვაქცევს ყურადღებას. ან ძალიან პესიმისტურად არიან განწყობილები რა ამასთან მიმართებაში. საერთოდ ყველაფერში და ადგილობრივ მიმართებაშიც ესენი გავლენ მაინც, აი ესე ლაპარაკობენ ხდები. ანუ სკეპტიციზმი არის ზოგადად. კი, ანუ არ ჯერათ ხდები, რომ რაღაცის შეცვლა შეიძლება. არ ჯერათ უბრალოდ. აი ეს არის ყველაზე ცუდი. ხო, მაგრამ ესეც ეგ ხო არის მე როგორ მთავარი ბარიერი რომ როცა მაგისი მართლა ყველა იმის იჯერა რომ არაფერი არ შეიცვლება, მართლა არაფერი არ იცვლება, ხო და? ხო, საერთოდ ფსიქოლოგიურად თუ ეგრე მიუდგებით, ეგრე გამოვა საბოლოო ჯამში რა, ანუ ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მივდივართ მაგ ხრივ და მაგ კუთხით. ამიტომ ხელისუფლებაში ვინც არის ჯერჯერობით, ნუ რაც გვაქვს იმათმა აი იცი რა უნდა ამოვიდეს საერთოდ ჩვენი და ნეპოტიზმი უნდა აღარ არსებობდეს ხდები? ნეპოტიზმი ძალიან დამღუპებელია. ამ პრობლემას ხედავ დღევანდელ მმართველობის ისე. ნუ ჩვენ გვიყვარს ეს კლანები. ძალიან გვიყვარს რა ეს რაღაცა დაჯგუფებები შექმნა, ერთმანეთის გაქაჩვამოდი. ხო, აი ეგრე წოდებული ესე რო ვთქვათ, გვიყვარს. არ შეიძლება ესე, იმიტომ რომ შენ უნდა არჩიო პროფესიონალი კადრი.
თუ გინდა რომ რაღაცა გოლმა იმუშაოს წესიერად. როცა სახელმწიფოს მართავთ. როცა სახელმწიფოს შენი კომპანია თუ არა ანუ იცით როგორი რაღაცა ეს არის ურთულესი მდგომარეობა საერთოდ როცა ხარ დეპუტატი ან რაღაც. ამათ გონიათ ძალიან მარტივი რა. გონიათ რომ ეს კაბინეტში შევასახელი და გვარი ეწერება იქ და всё დაждდება მაგიდასთან და აიღებს იმას ხელფას. ანუ ეს გონიათ. იქ არ შეიძლება წასვლა ესეთი მიზნების უმიზნოდ. არ შეიძლება წასვლა და არც ბიზნესი არ არის საერთოდ პარლამენტი. და საშოვნელი ფული არ არის იქ. და უფრო პრივილეგია გონიათ ხოლმე ვიდრე პასუხისმგებლობა. ხო იცი რა არის ეს ამბიციას იკმაყოფილებს, ხდები? ეს პიჯაკს ჩაიცმევს და ნუ რაღაცა ჩანს ხალხში და თავისი რაღაც იმას რა ქვია, თავის მდგომარეობას უფრო გაიუმჯობესებს. ცხოვრებისეულს რა. ანუ ხო და ესე წასვლა არ შეიძლება მან ხდები, ამიტომ ეს ნეპოტიზმიც თუ არ მოიშალა და მოიშალა ერმა, როგორც ერმა მენტალურად არაფერი არ გამოსწორდება ამ ქვეყანაში. ანუ ეს ზოგადად საზოგადოების პრობლემაა ერთად. ხო, ეს ერის პრობლემაა. ერში გვაქვს ჩვენ ფსიქიკაში გვაქვს პრობლემა. მიდგომებში გვაქვს პრობლემა. არასწორად უდგებით რა, ბევრ რაღაცებს საერთოდ. და იმიტომაც წინ ვერ მივდივართ. კი ბატონო, მინდა ბოლოს შეჯამებისთვის ერთგვარად სამომავლო პროგნოზთან დაკავშირებით თუ შეგიძლია რომ თქვა გავაკეთოთ, აი იგივე შევეხეთ არჩევნების თემას, შევეხეთ ქვეყანაში ძიმე სოციალურ გარემოს, რაში ხედავ შენ პირადად პერსპექტივას და აი რა იქნებოდა შენთვის ისეთი რამ, რაც შეგიძლია თქვა რომ აი ეს მაძლევს იმედს, რომ მომავალში იქნება რაღაც უფრო ოპტიმისტურად. მე მაინც მჯერა რომ მიუხედავად ძალიან რთული მდგომარეობისა, რაც ბევრი მიმართულებით საქართველოში დღეს არის უკვე ძალიან თვალსაჩინო და კრიზისში პირდაპირ, როგორც იდეოლოგიური კრიზისი არის ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მწვავე პრობლემა დღეს, ისე ეკონომიკური, ისე ყველა სხვა დემოგრაფიული მათ შორის და ასე შემდეგ კრიზისები, მე მაინც მჯერა რომ ამ ხალხს, ამ ერს, ამ ქვეყანას ბევრად მეტი გასაჭირი გამოუვლია, გადაუტანია. ეს არ არის არასდროს იმისი არგუმენტი, რომ ფეხი ფეხზე გადაიდო და არ ეცადო მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ეს მე ნამდვილად მაძლევს ხოლმე რაღაც ტიპით, რაღაც იმედს, რომ აუცილებლად ერთადერთი რაღაცაში რაშიც გამოსავალს ხედავ, ეს არის განათლება. განათლების შემთხვევაში ჩვენ თუ მივიღებთ იმ განათლებას, რაც საჭირო არის და თუ ჩაიდება დიდი რესურსი განათლების სისტემაში, დამიჯერეთ, რომ ყველაფერი უფრო კარგად იქნება, ვიდრე არის და ერთმა იმედი არასდროს არ მოგვიშალოს. იმიტომ რომ განათლების გარეშე აბსოლუტურად, იმიტომ ეხლა უკვე როგორი რაღაცა იცი, ხვლით აღარავინ არ მოდის, ხდები? ეხლა არის გონებაზე ყველაფერი გადართული, რაც უფრო ჭკვიანი ხარ, ლავირება შეგიძლია, ხო, რაღაცა მოვლენებში. აი ის გაჭრის. ეხლა უნდა იყოს სამჯერ ჭკვიანი ვიდრე ხარ. თორე გაქრები როგორც ერი რა, ვერ იარსებებ. ამიტომ ყველაზე დიდი რესურსი უნდა ჩაიდოს განათლების სისტემაში. რომ ავეწყოთ რაღაცნაირად გადავერთოთ, რომ ყველა რგოლმა მერე იმუშაოს წესიერად, ხდები? იქ ჯარსაც უნდა მიხედო. კი, ჩვენ ჯვარი გვწერი, აღარ გვინდა ომი და არავისთან ომი აღარ არის. თავის დაცვა ხო არის საჭირო ყოველთვის. თავის დაცვა, ხო, ანუ რაც არ უნდა მოხდეს, შეიძლება ევროკავშირიც დაიშალოს, კაცმა არ იცის რა მოხდება, ხდები? ძალიან რთული ვითარება არის. ეხა დაძაბულია ყველა, არ შეიძლება ეხა რაიმე სახიფათო რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება. ეხა უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდად და ძალიან წყნარად, ყველა. ეს მოსახლეობასაც ეხება, ოპოზიციასაც ეხება და პოზიციასაც ეხება. ეხლა ისეთი ეტაპია და მსოფლიოში ისეთი ვითარებაა და სამყაროში, რომ ჯობია რომ წყნარად ვიყოთ. ანუ დაველოდოთ მოვლენებს, ახალი გადანაწილებები მიდის. შევხედოთ როგორი მდგომარეობა იქნება. ჩვენ ხელში არ არის არაფერი ამ მხრივ. არა, ჩვენ უბრალოდ ჩვენ ძალიან კარგი ტერიტორია გვაქვს, იმიტომ რომ აბრეშუმის გზა არის, ხდები შენ? ანუ შენ ნახე შეიძლება გახდე ერთ-ერთი მონაწილე, საკვანძო მონაწილე და გამოხვიდე უკვე ასპარეზზე როგორც მოთამაშე. მანამდე როცა ყურადღებას არავინ არ გაქცევდა, ეხლა ნახე ყველა ყურადღებას გაქცევს. აი, ესეც აქაც ძალიან ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ და ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებები უნდა. ეგ გარდა იმისა, რომ ჩვენთვის პლუსია, მე მაგ ყველაფერში რისკსაც ხედავ იმ კუთხით, რომ ეგ აია, როდესაც ხარ ისეთი ძლიერი, მართლა სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შენ ხელში გიჭირავს ყველა ბერკეტი და შეგიძლია მერე რომ საერთაშორისო ასპარეზზე აი შენი კარგი მდგომარეობით და გეოპოლიტიკურად კარგი ტერიტორიით ივაჭრო. იმასთან ვისთანაც შენ მიიჩნევ საჭიროდ, მაგრამ როდესაც ეხა 30 წელი რაღაც სისულელეს შეეწირე
ილუზიებს მიყევი, არაფერი არ შეგიქმნია, არაფერი არ გაგიკეთებია, მაგ შენი ტერიტორიის მიმართ ეს დიდი ყურადღება იმას ნიშნავს, რომ ყველას აქვს ინტერესი, რომ თავი თვითონ აიღოს, ხო, მე მათთვის ვერ კეთები ხელში და თუ გვაქვს იმის საშუალება, რომ გაუმკლავდეთ ამ ხელა, მათ შორის აი ამ ხელა საერთაშორისო ყურადღებას, ეგ არის ჩემთვის რისკი და არა ის რომ ცუდი ადგილზე ვარ, პირიქით, ეს ჩანს კიდეც რომ მართლა ძალიან დიდი ინტერესია ჩვენ. ხო, აი მანდ იმიტომ ვთქვი და განმეორდები, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მაგ შემთხვევაში. იმიტომ რომ ინტერესი მართლა დიდი არის და შეიძლება არ უნდოდეს რომ მაგალითად მოსახლეობას არსებობდეს ამ მიწაზე ხვდები? ანუ შეიძლება რომ რაღაცა დაგიშაონ ისეთი რომ საჭირო აღარ გახდეს თვითონ მოსახლეობა არ დაჭირდეს უბრალოდ მარტო მიწა უნდოდეთ რა. ანუ ამის საშიშროება არსებობს. ამის საშიშროება. რომ გზად გამოიყენებს მაგალითად სხვა და არა შენ. აი ხა იცით როგორი რაღაცა აი მიგრაციასთან დაკავშირებით ჩვენთანაც რამდენი შემოსული ადამიანია. ეს საშიშროებაა. ამასაც უნდა დავაკვირდეთ ძალიან. ირანელები, პაკისტანელები ნახეთ, ჩვენ ხედავთ, რომ მაღაზიებშიც ჩაანაცვლეს უკვე ქართველები. უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს. არ არის მე შეიძლება ვამძიმებ ხა ადამიანებს არ მინდა რომ დავამძიმო, მაგრამ რეალობა ჩვენ მიზანი არის რომ კონკრეტულად იმ საკითხებზე რაცაც მართლა მივიჩნევთ პრობლემად. ანუ რეალური საფრთხეების წინაშე ვდგავართ, ხვდებით? იმიტომ რომ აი ბევრი გაიძახის რომ LGBT-ც რა პრობლემად გამიხადეთ. არა, პრობლემა არის. დღეს ტრამპი ლაპარაკობს, რომ თურმე მართლა პრობლემა ყოფილა, ხო, ამერიკის პრეზიდენტი აქვს. პრობლემა, ეგეც პრობლემა გვაქვს. ეს ამდენი ხალხი შემოსული პრობლემა არის და ჩვენი ხალხი გარბის აქედან. ნახეთ, რამდენ პრობლემებში მოვყევით. ამიტომ ჩვენ თუ არ დავიწყეთ ზომების მიღება ამ ხელისუფლებამ, რაღაც ესენი არიან, თორე სხვები რო იყვნენ, სხვებს მივმართავდი. რაღაც ეს ხელისუფლება არის მოსული, ამათმა უნდა მიიღონ ისეთი კანონები, რომ ამდენი ხალხი არ შემოვიდეს აქ. აი, ტრამპსაც არ უნდა, ხედავ? დააკვირდით, ტრამპსაც არ უნდა ამდენი მიგრანტი. იქ საერთოდ სხვა სახე მიიღო ეხა ამ ბოლო დროს ამ ყველაფერმა ლოს-ანჯელესში მიმდინარე პროცესებს ხედავ და სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი. კოსოვო დათანხმდა რომ ის მიიღებს ტრამპის მიერ დეპორტირებულ მიგრანტებს. ანუ რაზე მიდის შეთანხმება და რაზე იყოლიებენ ქვეყნებს, ხედავთ რომ კოსოვო თვითონაც ნახევრად აღიარებული რაღაც სახელმწიფო ამ შემთხვევაში თანხმდება რომ მიიღებს ამერიკიდან დეპორტირებულ კრიმინალ მექსიკელებს. ეს მე მგონი ძალიან საინტერესო ამბავი უნდა იყოს მათ შორის საქართველოსთვისაც, იმიტომ რომ ჩვენთანაც მიდიოდა ამაზე თავის დროზე მე მახსოვს საუბარი, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო რაღაც სერიალი ტოლვილების გარკვეული ჯგუფები და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს არ შეიძლება, ხვდები? ანუ ისევ მიდივართ იმამდე, რომ სააკაშვილს უნდა და სინგაპურიზაცია ქვეყნის და აი ეს კურსი არ უნდა გაგრძელდეს. ხვდებით? და ჯერჯერობით ვართ მაინც მაგ მდგომარეობაში. ესეც შესაძლებელია. აი აქაც მიდგომები უკვე შესაძლებელია და არ შეიძლება ძალიან ისე ინერტულად და ისე უყურებენ ამ საკითხს რა. ძალიან უნდა დააკვირდნენ. ძალიან ადვილად იღებენ მოქალაქეობას. არც ერთ ქვეყანაში მოქალაქეობას ესე ადვილად არ იღებენ როგორც საქართველოში. ეს ნელ-ნელა შევცირდებით ძალიან და დაპყრობას რა უნდა. იმდენი ჩამოსახდება რომ ომის გარეშე აღარ იარსებებ. დემოგრაფიული სურათი თუ შეიცვალა აქ მე მართლაც ეხა აი თუნდაც აყვავდეს საკავრობა რისთვის გინდა თუ ქართველი აღარ იცხოვრებს აქ და ქართველი აღარ დარჩება ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი ერისთვის მართლაც ეგზისტენციური გამოწვევა. ხო, ანუ ესეც დიდი ძალიან უმძიმესი პრობლემა არის. რა არ ვიცი ხელისუფლება რამდენად გაუმკლავდება ამდენ და წნეხს, იმიტომ რომ ვიტყოდი რომ მაინც წნეხში არიან. ძალიან მძიმე დროს მოუწიათ მათ ხელისუფლებაში მოსვლა, ეს არ არის ადვილი. მაგრამ რაღაცნაირად უნდა გაუძლონ აი ამ მდგომარეობას. თუმცა რა ვიცი თუ უნდა წამოვიდნენ კონსერვატორულ პარტიებმა, უნდა გაძლიერდნენ ჩემი აზრით. იმიტომ რომ საშიში არის როგორც ეს ლიბერალური შემოტევა, ამიტომ მარტო ჩვენ არა სხვა ქვეყნებშიც, ევროპის ქვეყნებშიც. იმიტომ რომ ეს მაინც ტალღასავით მოდის და მერე ყველა ქვეყანას ედება ხოლმე და ამიტომ საჭიროა რომ აი ახლა ევროპის ქვეყნებშიც კონსერვატორულმა პარტიებმა გაიმარჯვონ. აი ტრამპიც მაინც კონსერვატორი ადამიანია, კონსერვატორი ტიპაჟის ადამიანია. იქაც ნელ-ნელა თუ შეიცვალა ვითარება და მდგომარეობა, ეგ ევროპაზე გადავა.
აი ევროპაშიც უნდა, თორე ძალიან მძიმე მდგომარეობა. ევროპაში ხო ხედავთ მე რა ხელა წინააღმდეგობა აქვს მაგ ყველაფერს, აი რუმინეთში აგერ მაგალითად მოგებული არჩევნები გააუქმეს. ესეთი პრეცედენტიც კი მოხდა, რომ სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები. ეს და უამრავი კრიტიკა რა თქმა უნდა, რომ ეს პირდაპირ წინააღმდეგობაშია დემოკრატიულ პროცესთან, მათ შორის ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან იყო უმთავრესი კრიტიკა და ხედავთ, რომ იქ ძალიან სერიოზული ბრძოლა მიდის, ხო? აი ეს იდეოლოგიური ბრძოლა ევროპაში ძალიან თვალსაჩინო არის. არ შეიძლება იცი როგორი რაღაც არის, ჯერ ერთი ნახე რა რამხელა პრობლემებთან მივყავართ თუნდაც ამ LGBT პროპაგანდას და ჩვენთანაც რაც ხდება ხო არ შეიძლება ქრისტიანულ სამყაროში ძალიან წინთ ხოლმე მე რომ ლაპარაკობთ ხოლმე რა ეს ქრისტიანები საერთოდ რომ ლაპარაკობთ ნუ რაც გვიშლით თავისუფლება თავისუფალი ქვეყანა ჩვენ რასაც გვინდა იმას ვიზამთ ანუ ვიცით როგორ არის ჩვენ ვართ ახლა უმცირესობაში აი ეს ქრისტიანი მართლმადიდებელი ადამიანები ეგენი კი არ არიან ჩვენ ვართ დასჯილებივით რა ანუ ჩვენ კი ყველაფერი რაღაცა ფობია არის და მარტო ეკლესიის და მართლმადიდებლობის გინება არის გამოხატვის თავისუფლება. და ბნელი ხარ ჩამორჩენილი ხარ ვერაზროვნებ ანუ რატო საიდან მოდის ხო ესეთი მიდგომები არ შეიძლება აი თუნდაც მე იყოს კი ბატონო თავისთვის მაგრამ მე ვეწინააღმდეგები პროპაგანდას არავის არ ვერჩი მე მერთმა ყველა კარგად იცის ყველას თავის ცოდვა აქ ხა მე რაში მეკითხება მაგრამ იცი როგორი რაღაცა აი ეს პროპაგანდა უნდა აიკრძალოს. ესეც უნდა მოხდეს რომ პროპაგანდა აიკრძალოს და ამითი არაფერი არ დაშავდება იცხოვრონ და არის ყოველთვის ცხოვრობდნენ ეგეთი ადამიანები და ფიქრობ ეგ ნელ-ნელა უკვე გადადის ეგ პრობლემა გაცნობიერდა მათ შორის თვითონ დასავლეთში და ალბათ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი რითიც მან გაიმარჯვა იყო სწორედ ეს კონსერვატიული ნარატივი რაც ამ LGBT ზღვარგადასულ პროპაგანდასაც უკავშირდება და იქიდან უკვე ხდება ისედაც ხო ეთყობათ ახლა ვეღარ ფაფხურობენ ისე როგორც ადრე რა გვახსოვს რომ გონორით იყვნენ ხოლმე და გონორით ლაპარაკობდნენ თვითონაც ხედავენ რომ ეგ ლობი დასავლეთში იშლება თვითონ და ძალიან გაუჭირდებათ მომავალში მაგ ყველაფერზე დაყრდნობა დიდი მადლობა მინდა თათია გითხრა გადაცემაში მონაწილეობისთვის ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და იმედი მაქვს რომ მომავალშიც არაერთხელ გვექნება ამის შესაძლებლობა დიდი მადლობა და დიდი მადლობა თქვენ მაყურებელს გისურვებთ წარმატებებს შეგახსენებთ რომ თათია მანჩაიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით კარგად გრძანდებოდეთ